სალამ მეგობრებო, ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ დასაკრავ სიას მართლმადიდებლური ქრისტიანობა. მართლმადიდებლობა, ესე იგი, უნდა შევისწავლოთ რეალურად შედარებით მარტივი და რთული კატეხიზმო რა. და მართლმადიდებლური სწავლება რაში მდგომარეობს. აქ დებატები არა გვაქვს. არც კომენტარებში და არც ზოგადად მე დებატებს არ უმართავ, არც TikTok ლაივებში ამ თემასთან დაკავშირებით და არც აქ იქნება დებატები. მე წარმოადგენ ესე იგი ნაშრომებს ჩვენი ლექტორების და განსწავლული ხალხის და წმინდა მამათა გადმოცემები და მოგეთ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ლიტერატურა რაც არის მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებასთან დაკავშირებით და უამრავი თემაა რა, ბიბლია, ქრისტიანობა, ქრისტიანობის წარმოშობა და საეკლესიო საიდუმლოებები და ასე შემდგომ. უბრალოდ ერთ სიტყვით დასაწყისში რომ როდესაც ადამიანები რაღაც საკითხებზე დებატობენ ხოლმე და მე ვუსმენ, უბრალოდ ამ ხალხს არ აქვს შესაბამისი განათლება. იმისაც რომ შესაბამისი განათლება მიიღოს ადამიანმა ძალიან დიდ ლიტერატურას უნდა გაეცნოს. შესაბამისი განათლებას და ის ლიტერატურა რასაც უნდა ეცნო, ანუ რა იდეებსაც ისინი წარმოთქვამენ და ლაპარაკობენ, ყველაფერზე პასუხი არის გაცემული. ანუ სადებატო საერთოდ არაფერი არ არის, არც შიდა რელიგიურ საკითხებში და არც სხვა რელიგიებთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავეცნოთ ჩვენს რელიგიას, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება არ ეყოფ ადამიანს, იმდენი რამე აქვს სასწავლი და რა თქმა უნდა, რელიგია ზოგადად ადამიანის კავშირი ღმერთთან ერთადერთი რელიგია არსებობს დედამიწაზე, ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა და როდესაც ძირითადად აგრესია აქვთ ხოლმე სხვა კონფესიების ან სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რატომ ამბობს მართლმადიდებლობა, ანუ ჩვენ არ ვამბობთ ასეთ რამეს, ესეთ ხმამაღალ განცხადებას ჩვენ არ ვაკეთებთო და თქვენ რატო აკეთებთ ესეთ ხმამაღალ განცხადებასო. ამ ყველაფერზე პასუხი არსებობს და გავეცნობით, აი ტექსტებს მოусმენთ, გავეცნობით შენიშვნების დროს ზოგჯერ მივატრიალებ კამერას და იმიტომ რომ იქ ისეთი ჩანაწერებია, რომ ყველაფერს ესე ვერ წაიკითხავ და იქ რაღაც თავები, მინიშნებები გვერდები, ის თქვენ თვალით დაინახოთ, იმიტომ რომ შეიძლება დაინტერესებული მკითხველი იყოს და ასე შემდგომ. ხო და მოკლედ ყველაფერზე პასუხი არსებობს და აი არის მოგეთ კატეგორია ხალხი, რომელიც არის კატეგორია ხალხის ასევე ბლოგერების, ცნობილი ბლოგერების და გამოჩენილი ადამიანების, რომლებიც ძველ აღთქმას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, ან ახალ აღთქმას ანიჭებენ ნაკლებ მნიშვნელობას და ძველ აღთქმას უფრო მეტს, ან პირიქით და მოკლედ რა და ამ ყველაფერზე რომ ბიბლია გადაწერილია და ასე შემდგომ. აი ასეთი რაღაცა გამოგონილი, მართლაც გამოგონილი ტექსტები, რომლებიც მე ესე ზეპირსიტყვიერებით ვრცელდება და ერთმანეთის ნალაპარაკებს იმეორებენ და რას ლაპარაკობენ საერთოდ ზოგიერთმა არც იცის, ამის გამო უნდა დავიწყო ეს. ახლა ნახეთ, YouTube-ზე ქრისტოლოგიის დასაკრავი სია გაკეთებული მაქვს. იქ ცოტა კიდევ იქ უფრო რთული საკითხების განხილვა გვექნება, ანუ ქრისტოლოგიის დასაკრავი სია ცალკეა. მართლმადიდებლური ქრისტიანობა ცალკე იყოს, იმიტომ რომ აქ საეკლესიო კრებებზეც უნდა ვისაუბროთ და ასე შემდგომ და ქრისტოლოგიაში მინდა რომ იქ კონკრეტულად ქრისტეს ორი ბუნების შესახებ ვისაუბროთ რა. და კარებზე იყო და მოგეთ ცოტა აზრი გამიწყდა, ხო და ყველაფერზე არსებობს პასუხები, უბრალოდ ის პასუხები სად უნდა ეძებოს ხალხმა, ამ პასუხების ძებნით ზოგიერთი თავს არ იღლის რა, მოდი პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იმისაც რომ ამ პასუხებს ეს პასუხები იპოვო, უნდა შეიძინა, აი პირდაპირ რო გითხრათ, უნდა შეიძინო ლიტერატურა, რომელებიც საპატრიარქოს გამომცემლობა რაც არის, მე ვამბობ, შენ მართლმადიდებლური ქრისტიანობის არსით თუ ხარ დაინტერესებული, თორე ხა გასაგებია ყველგან რაღაცა მიზეზს იპოვი და ყველგან შენს სუბიექტურ აზრს მოძებნი ადამიანი, მაგრამ აქ რაზე საუბარო? საპატრიარქოს გამომცემლობის ლიტერატურა რაც არის, იმის მერე რაც უკვე უწმინდესი ილია მეორე რაც გახდა უკვე პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი, იმ პერიოდიდან უკვე მერე დაიწყო ლიტერატურის გამოცემა, იმიტომ რომ მანამდე თითქმის არაფერი არ იყო. ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ გამოცემული, მე დეკანოზი იყო, მე მგონი თუ მამაო იყო, მოგეთ ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ გამოცემული, ესე თქო, კატეხიზმოს დონეზე იყო სასულიერო ლიტერატურა რა. და შემდგომ მოკლედ უამრავი კათედრა შეიქმნა, რამდენიმე ესეთი კათედრა შეიქმნა სასულიერო სემინარია და აკადემიაში, რომლებიც ძველი ბერძნული ტექსტებიდან, რუსული ტექსტებიდან
და სხვადასხვა წყაროებიდან საიდან ხდება ლიტერატურის თარგმნა და ესე ვთქვათ წმინდა მამათა განმარტებების დართვა და მოკლედ სერიოზული ლიტერატურა გამოიცა და ანუ იმისათვის რომ პასუხები იპოვო 10, 15, 20 წლის განმავლობაში მაინც უნდა ყიდულობდე შენ ახდენდე ამ ლიტერატურის შეძენას და გაცნობას. აი მე ესე ვარ, მაგალითად ესე შევიძინე და უკვე დიდი ლიტერატურაა, დიდი რა ხალხო, სერიოზული ლიტერატურა მაქვს უკვე რა. ყველაფერი არ მაქვს, მაგრამ ამიტომ რადგან დაგროვდა, მე გაგიზიარებთ და მე ხა ვინ რა რელიგიის წარმომადგენელი იქნება, ვინ ცოდნას გაიღრმავებს თუ ვინ ესე ვთქვათ ამ ცოდნას რა შედეგი მოყვება, ვის როგორ ეს მისი საქმეა რა, ეს მისი ინდივიდუალური საქმეა. ჩვენ დავიწყოთ ამ ტექსტებზე, ასე ვთქვათ, ამ ტექსტების გაცნობა. იმიტომ რომ არიან დაინტერესებული პირები და მაყურებლები და მოусმენენ რა, ვისაც უნდა მოусმეს, ვისაც არ უნდა არ მოусმეს. ეხლა დროში თუ ჩავეტიე, მოკლედ გასაგებია ყველაფერი, მე მგონი. ჩვენთვის თავარი არის, ჩვენი თავარი ორიენტირია, რომ ქრისტიანობის ფესვები და სიღრმეები, ესე ვთქვათ, აღმოვაჩინოთ და უფრო გავიღრმავოთ ცოდნა სასულიერო განათლების ამბავში. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი ხა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სადებატო არაფერი არ არის, იმიტომ რომ სოფლიო 7 საეკლესიო კრება გამართული არის უკვე. ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული, ყველა ერესი არის დაგმობილი და ყველა მწვალებლობაზე პასუხია გაცემული და აი როგორ არის გაცემული პასუხი ამ ყველაფერს ჩვენ გავეცნობით ეტაპობრივად. ძალიან საინტერესო თემებია, ძალიან რა. რაც შეეხება კომენტარებში თუ კი რაღაცა საინტერესო შეკითხვა იქნება ამ ვიდეოების ესე ვთქვათ ჯაჭვში შესაძლებელია რამდენიმე შეკითხვას შესაძლებელია გავცე პასუხი. ზოგჯერ შეიძლება გავცე ხოლმე პასუხი. შევხედოთ. დანარჩენი ჯერ ახლა წაგიკითხავთ ტექსტებს. დღეს თუ მოვასწარე ხა ამ ერთ ვიდეოში, აი ამ 4 თავს გაგაცნობთ, ესე იგი, ბიბლია და ქრისტიანობა, პირველი თავი, მეორე თავი ბიბლიის სიმბოლური ენა, მესამე თავი ქრისტიანობის წარმოშობა, მეოთხე თავი ქრისტიანობა და ცივილიზაცია. თუ მოვასწარეთ ეს, თუ რომელიმე დამრჩა, ძალიან თუ გაიწელა ვიდეო, დანარჩენ შემდგომ ვიდეოში იქნება, ანუ დასაკრავ სიაში იქნება მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ქრისტოლოგიაში უკვე განვიხილავთ ქრისტეს ორი ბუნების შესახებ და იქ ძალიან ბევრია კიდე ცალკე სასაუბრო. მოგეთ დავიწყოთ. თავშივე გეტყვით ხოლმე ვისი ტექსტია ხოლმე რა, ედიშერ ჭელიძე, ბატონი ედიშერ ჭელიძის ტექსტი ბიბლია და ქრისტიანობა. ბიბლია როგორც მთლიანობა, ძველი და ახალი აღთქმისა არის ქრისტიანული ძეგლი. მართალია ძველი აღთქმა იუდაისტური რელიგიის საღვთო წერილისაც წარმოადგენს, მაგრამ იუდეველნი უარყოფენ ახალ აღთქმას და შესაბამისად ქრისტიანული რწმენით ისინი ვერ წვდებიან თვით ძველი აღთქმის ჭეშმარიტ აზრს. ბიბლიის პირველი ნაწილი ძველი აღთქმა არის სიმბოლური უწყება, წინასწარ მოსწავება, ანუ აჩრდილი მინიშნება ღვთის განკაცებაზე, მაცხოვრის იესო ქრისტეს მოვლენებაზე, ახალ აღთქმაზე. ამიტომ ვინც უარყოფს მაცხოვარს და ახალ აღთქმას, იგი ძველი აღთქმის მხოლოდ ზედაპირულ შინაარსს ითვისებს და ცხადია ვერ შეიცნობს მის მისტიკურ სახისმეტყველებას. ასე რომ იუდეველნი როგორც უარყოფენ ახალი აღთქმისა, უარყოფენ ბიბლიის მთლიანობასაც. ანუ ქრისტიანული რწმენით უარყოფენ ბიბლიის ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ბიბლიას. ბიბლია როგორც წერილობითი ძეგლი, როგორც წერილი, წარმოადგენს საღვთო ჭეშმარიტების მატერიალურ სახეს, მის სამოსელს, სხეულს. ადამიანთა ხსნისათვის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის. ამავე დროს უხილავი და მარადიული სიტყვა ღვთისა, ლოგოსი, ბერძნულად ლოგოს სიტყვას ნიშნავს, რომლის ხილვადი წერილობითი სახეა ბიბლია, უწერელი და უნივთო, გონებით აღუქმელი და უსხეულო, შეუმოსელი სიტყვა ლოგოსი, სულიწმიდის მადლით წერილი, ანუ ნივთიერი და ძალისამებრ აღქმადი, სხეულებრივი და შემოსილი გვევლინება ბიბლიის წიაღ წმინდა ეგნატე ანტიოქიელი ბიბლიის წიაღში. წმინდა ეგნატე ანტიოქიელი გვაუწყებს. მივისწრაფი სახარებისაკენ, როგორც იესოს ხორცისაკენ. ეპისტოლე ეფესელთა მიმართ თავი 5 მუხლი 1. წმინდა მათე მახარებლის სიტყვები მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი. ასეთაც განიმარტება, ლოგოსის სამოსელი არის წერილის, ესე იგი ბიბლიის.
ავტორისაგან სიტყვები, ანუ საღმრთო ზრახვათა სამოსელი ეს სიტყვებია. და რაღაც ჩანაწერები ეს უკვე ლიტერატურაზე. გ 11:5-17:8. ხო, სარგებლობთ შემდეგი შემოკლებით პატროლოგია გრეკა, გამომცემელი მინი. იოანე ოქროპირის შრომების 20 ტომეული გამომცემელი. ბარეი, ლემპი, ბერძნული პატრისტიკული ლექსიკონი. მეორე მხრივ, როგორც ცნობილია, ღვთის სიტყვის, ანუ ლოგოსის სამოსლად ენდიუმა, მის სხეულად იწოდება ადამიანური ბუნება, იესო ქრისტესი. განკაცებული ღმერთი მაცხოვარი თავის პიროვნებაში შეურწყმელად აერთიანებს ორ ბუნებას, სრულ ღმერთობასა და სრულ კაცებას. წმინდა იპოლიტე რომაელი, მეორე-მესამე საუკუნე, აღნიშნავს, უფალს სამოსვლად აქვს ადამიანური სხეული. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის მეოთხე საუკუნე თქმით, სხეული უფლისა იქმნა სამოსელი ლოგოსისა. მისივე სწავლებით შეიმოსა ენედიუსატო სხეული მაცხოვარმა. წმინდა ათანასე სხვაგან უფრო ვრცელ განმარტებას გვაწვდის. ჭეშმარიტად ყოვლადწმინდა და ყოვლად სათაყვანო სხეული უფლისა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ხარებული და სულიწმინდისაგან ქმნილი. პლასთენ, ეს ფრჩხილებში რაც წერია, ეგ ტერმინებს ვიყედებ. გახდა სამოსელი ლოგოსისა, ანუ სულიწმინდისაგან ქმნილი გახდა სამოსელი ლოგოსისა. ამასვე გვაუწყებს ოლიმპის ეპისკოპოსი და მარტვილი მეთოდიუსი. ადამიანი ჭურჭელი ორგანონ და სამოსელი გახდა მხოლოდ შობილისა. და ლიტერატურის წყაროებია ფრჩხილებში ძალიან ბევრი მოცემული და ხა მაგას აღარ წავიკითხავ. თორე აზრი ძალიან გაწყდება. გარდა აღნიშნულისა, უფლის სხეულად სახელი დება აგრეთვე ეკლესიას. ეკლესია არის ცხოველი სხეული ქრისტესი. კლიმენტი რომაელი. წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით მთელი ეკლესია ერთი სხეული სიძისა, ესე იგი ქრისტესი, გრიგოლ ნოსელი ქებაქებათას განმარტება. სხეული სიძისა, ამასვე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. სხეული ქრისტესი ეს არის ეკლესია. ამგვარად ღმერთ ლოგოსი როგორც ჭეშმარიტება სიბრძნე ღვთისა განკაცებამდე ადამიანებს ხილვადი სახით გამოუჩნდა და სულიწმინდის მიერ ეუწყა ძველ აღთქმაში. რადგანაც საღვთო ჭეშმარიტება ენით უთქმელია, იგი უნდა გამოთქმულიყო, უწყებულიყო მხოლოდ სიმბოლოებით, სახეებით, მინიშნებებით. სიმბოლოთა ჭეშმარიტი აზრის წვდომა ცხადია ბიბლიის ჭეშმარიტ ცოდნასაც გულისხმობს, ხოლო გზა ჭეშმარიტი ცოდნისაკენ არის მხოლოდ ის, ვინც თვითვე გააცხადა თავისი თავი ბიბლიის სიმბოლოებში. განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც განკაცებამდე ძველი აღთქმის წიაღ ვლინდებოდა, ერთადერთი მართალი გზა ამ სიმბოლოთა წვდომისა. იესო ქრისტეს მოსვლით აღსრულდა ძველი აღთქმა, ანუ დაეფუძნა ახალი აღთქმა. მოძღვრება იესო ქრისტესი, რაც გულისხმობს ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტ წვდომას, ანუ ბიბლიის უცდომელ ცოდნას, გადაეცა ეკლესიას მისავე სხეულს. ეკლესია და საეკლესიო ტრადიცია დააფუძნა იესო ქრისტემ, მხოლოდ საეკლესიო ტრადიცია, მხოლოდ ეკლესია ფლობს უფლის ჭეშმარიტ მოძღვრებას, ჭეშმარიტ ცოდნას ბიბლიის შესახებ, ძველი და ახალი აღთქმის უცდომელ განჭვრეტას. ამგვარად ბიბლიურ სიმბოლოთა და იგავთა ჭეშმარიტ აზრს გვაუწყებს მხოლოდ ის, ვინც თავად არის ამ სიმბოლოთა და იგავთა შემოქმედი. მისეული უწყება კი უცდომლად შემონახულია მხოლოდ ეკლესიაში, საეკლესიო ტრადიციაში, რომელიც თვითვე დააფუძნა და თვითვე განაჩინა თავის სხეულად. ზემოთქმული ცხადყოფს ჩვენს მიზანს. ბიბლია განვჭვრიტოთ, წავიკითხოთ და ეკლესიური თვალით და არაჩვენეული შეხედულებებისა თუ აზრების თანახმად. აქვე აღნიშნავთ, რომ წინამდებარე განხილვა არ შეეხება ბიბლიის ისტორიულ ფილოსოფიურ საკითხებს. ძველი და ახალი აღთქმის შედგენილობა, რედაქციები, თარგმანები, ცალკეული წიგნების აღმოცენება, ტექსტობრივი ცვლილებანი და სხვა. არც ის გვაქვს განზრახული დეტალურად შევისწავლოთ და გადმოვცეთ ბიბლიის შინაარსი. ჩვენი მიზანია მხოლოდ, რომ ბიბლიური ისტორიის უმთავრესი ადგილების ეკლესიური განმარტების საფუძველზე მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ბიბლიურ ქრისტიანული მოძღვრების ზოგადი სახე, მისი არსი. სიტყვა ბიბლია ბერძნულია
და ნიშნავს წიგნებს. წიგნი, ბიბლიონ. ეტიმოლოგიურად იგი უკავშირდება ეგვიპტური პაპირუსის აღნიშნულ სიტყვას ბიბლოს, რომელიც გარდა საკუთრივ მცენარისა ეწოდებოდა ამ მცენარისგან დამზადებულ საწერ მასალას, ქართულად ჭილს. ამ მასალაზე შესრულებულ წერილობით ძეგლსაც შემდეგში იგივე სახელი დაუმკვიდრდა, რამაც ბიბლოს და მისგან ნაწარმოებულ კნინობით ფორმას ბიბლიონს, მრავლობით რიცხვი ბიბლია, უკვე კონკრეტულად წიგნის მნიშვნელობა შესძინა. სახელწოდება ბიბლია თავისთავად გულისხმობს ძველი და ახალი აღთქმის განსაკუთრებულობას. ქრისტიანული რწმენით მხოლოდ ბიბლია, როგორც მთლიანობა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისა, არის ჭეშმარიტი ერთადერთი წიგნი და ამიტომ ეწოდება მას საკუთრივ წიგნი. ყველა სხვა წერილობით ძეგლს ოდენ ზოგადი აზრით შეიძლება ეწოდოს წიგნი, ბრჭყალებში წიგნი, საკუთრივ წიგნი კი, ანუ თვით წიგნი, მორწმუნისათვის მხოლოდ ბიბლია. ნახე, საკუთრივ წიგნი, ბრჭყალებში წიგნი კი, ანუ თვით წიგნი, მორწმუნისათვის მხოლოდ ბიბლიას გულისხმობს. ისევე როგორც ბერძნული სიტყვა ქრისტოს, რაც ქართულად ცხებულს ნიშნავს, ზოგადად ეპითეტურად სახელედება ყველა მას, ვინც ცხება მიიღო, საკუთრივ კი განკაცებულ ღმერთს იესოს. იესო ქრისტე, ანუ იესო ცხებული, რადგანაც მხოლოდ ისაა ჭეშმარიტად ცხებული. ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ქრისტიანისათვის ბიბლია როგორც ჭეშმარიტი წიგნი მოიცავს ყოველივეს დასაბამიდან აღსასრულამდე. შესაბამისად, აღარ არსებობს აუცილებლობა კიდევ სხვა რაიმე წიგნის დაწერისა. საჭიროა მხოლოდ იმის ცნობა, რასაც ბიბლია შეიცავს. შენიშვნაში წმინდა ათანასე აღნიშნავს თვითკმარია წმინდა და ღვთისმსულიერი წერილი ჭეშმარიტების გასაცხადებლად, სიტყვა ელინელთა წინააღმდეგ. ეს უზენაესი წიგნში დაწერილია თავად ღვთის მიერ, ამიტომ ეწოდება მას სხვაგვარად საღვთო წერილი. თუმცა თითოეულ წიგნს პირობითად თავისი ავტორი ჰყავს: მოსე, ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი და სხვა. მაგრამ ყოველი ასეთი ავტორი სინამდვილეში მხოლოდ ჩამწერია იმისა, რაც მას ღვთისგან ეუწყა. ამიტომ უწოდებს დავით წინასწარმეტყველი თავის თავს ღვთის კალამს. ამიტომ ღაღადებს იგი: ენა ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა. ფსალმუნი 44:1. სადაც მწიგნობარი ხელოვანი თავად ღვთისსულია, თავად ღმერთია. ქრისტიანულ წერლობაში პირდაპირაა თქმული, არათუ კაცთა ნაწერებია ეს წმინდა წიგნები, არამედ სულიწმინდი შთაგონებით, ეპიპნოია, მამის ნებით, იესო ქრისტეს მიერ დაიწერა ისინი და ჩვენამდე მოაღწია. წმინდა ბასილი დიდი გვაუწყებს, წერილი დაიწერა სულიწმინდის მიერ. ბასილი დიდი სულიწმინდის შესახებ. წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით ყოველივე ის, რასაც საღვთო წერილი ამბობს, სულიწმინდის სიტყვებია. მთელი წერილი ღვთისმსულიერად ითქმის, რადგანაც საღვთო მობერვის მოძღვრებაა იგი. გრიგოლ ნოსელი ევნომიუსის წინააღმდეგ. წმინდა იონე ოქროპირი უფლის სიტყვას ჭვრეტს საღვთო წერილს. უფლის სიტყვა და ჭვრეტს საღვთო წერილს. ის, რასაც წერილი ამბობს, უფალმა თქვა, ანგელოზთა მეუფემ, ცოცხალთა და მკვდართა უფალმა რჯულად დაგვიდო იგი. იონე ოქროპირი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ სიტყვა მეოთხე. აქვე შენიშვნა. მართალია ბიბლია მრავლობითი ფორმაა, მაგრამ საღვთო წერილის მიმართ ქრისტიანულ ტრადიციაში მას მხოლობითის გაგება აქვს. ამიტომაა, რომ მრავლობითის ნაცვლად ზოგჯერ მხოლობითი ბიბლიონ და ბიბლოს გვხვდება. მაგალითად, გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს, ვინც კი რამდენადმე გაცნობილია წიგნს ტე ბიბლო, მან ისიც უწყვის, რომ ისრაიტელმა ერმა უდაბნოში ეგვიპტელთა თავდასხმა მოიგერია. გრიგოლ ნოსელი ევნომიუსის წინააღმდეგ. აგრეთვე პროკოფი ღაზელი გვაუწყებს, ამბობს უფალი, მართალი ცხონდეს სარწმუნოებითა ჩემითა. ამგვარი რწმენა აბრაამამდე არავის შესახებ არ არის დამოწმებული წიგნში. ენტე ბიბლო. პროკოფი ღაზელი შესახვის განმარტებანი. სხვაგან წმინდა იოანე გვაუწყებს, არაფერია ფუჭად საღვთო წერილში, რადგანაც წმინდა სულის მიერ არის იგი თქმული, ამიტომ ყოველივე დაწვრილებით გამოვიძიოთ. იოანე ოქროპირი განმარტება იოანე მოციქულისა და მახარებლის შესახებ 50 ჰომილია. პავლე მოციქული ცხადად ამბობს, ყოველი წიგნი ღვთისმსულიერი არის. 11 ტიმოთე 3:16. ამ სიტყვებს თეოდორიტე კვირელი ასე განავრცობს: საღვთო სულის მადლი მეტყველებდა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ,
ჭეშმარიტად სულით არის ღვთისმსულიერი წერილი. თეოდორიტე კვირელი განმარტება წმინდა მოციქულის პავლეს 14 ეპისტოლისა. ბრწამსი გვაუწყებს სულიწმინდა უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. გამოტოვება და რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. შემეცნება ბიბლიისა, ბიბლიაში განსწავლა მარადიული დაუსრულებლად ღრმავებადი პროცესია, რაც ამავე დროს გულისხმობს შემეცნებელი სულის უსასრულოდ მზარდ წინსწრაფვას საღვთო წიაღისაკენ, მის მუდმივად მზარდი ძლიერებითა და ცხოველმყოფელობით ამაღლებას, მის მიერ სულ უფრო და უფრო დიადი მშვენიერების დაუცხრომელ განცდას. ივანე ოქროპირი შენიშნავს ისევე როგორც სასაკმევლე ნივთიერება, წაიკითხეთ ეს, დააპაუზეთ და წაიკითხეთ ეს შენიშვნა 82-83. ივანე ოქროპირი შენიშნავს ისევე როგორც სასაკმევლე ნივთიერება, რომელსაც რაც მეტად ფხვნით თითებით მით უფრო მეტ კეთილსურნელებას აფრქვევს, ასევე რაც მეტი გულმოდგინებით ვეშურებით საღვთო წერილს, მით მეტად ძალგვიც განჭვრეტა მასში დაფარული საუნჯისა და მოსთველვა კარპუსთაი, მისი აურაცხელი და გამოუთქმელი სიმდიდრისა. ივანე ოქროპირი მე-13 ჰომილია შესაქმნის შესახებ. ივანე სხვაგან შენიშნავს, შეუძლებელია ოდესმე ამოიწუროს გონება ნუს წერილისა. წყარო რამ არის იგი, რასაც არ აქვს საზღვარი პერას. ივანე ოქროპირი მე-19 ჰომილია საქმე მოციქულთა შესახებ. 15:28. სიმბოლურობა ბიბლიისა განპირობებულია იმით, რომ მასში გაცხადებული საღვთო ჭეშმარიტება თავისთავად პირდაპირ არ გამოითქმის. ამ უზენაეს ჭეშმარიტებას ძალისამებრ შევიცნობთ მხოლოდ იდუმალ სახეებში, ნიშნებში. თითოეული სახე ნიშანი ზედაპირული შინაარსის მიღმა შეიცავს გაცილებით ღრმა მნიშვნელობას, რომლის წიაღ ზოგჯერ კიდევ უფრო ღრმა აზრია დავანებული. სწორედ აქ იჩენს თავს განმარტების ანუ თარგმანების აუცილებლობა. მთელი საეკლესიო ლიტერატურა ესაა ვრცელი განმარტება ბიბლიისა. ეკლესიის მამები თვით კი არ ქმნიან რაიმეს, არამედ სულიწმინდის მადლით მრავალთა წინაშე ასაჩინოებენ მას, რაც მარტივი მორწმუნისათვის უჩინარია. ღრმა მნიშვნელობა ბიბლიისა ჩვეულებრივ საღვთო წერილის სულად, პნევმა, სამშვინველად, ფსიხე, გონებად, აზრად, ნუს, ცოდნად, გნოსის, სიღრმედ იწოდება. 83 შენიშვნა. ივანე ოქროპირი შენიშნავს, არ კმარა ამოკითხვა, თუ კი არ ახლავს მას ცოდნა ისევე როგორც საზრდოს მიიღებს ვინმე, მაგრამ თუ კი არ მოინელებს მას, ვერ იცოცხლებს. ასევე ამოკითხველი, თუ კი იგი წაკითხulis შინაარსს ვერ შეიმეცნებს, ვერ მიახლება ჭეშმარიტებას. ივანე ოქროპირი სახარების სიტყვათა შესახებ ძემ არაფერი ქმნა მამის გარეშე და თავებია მითითებული. წმიდა ივანე სხვაგან გვაუწყებს საყვარელნო გვმართებს ფრიადი ზრუნვა და მღვიძარება, რომ შევძლოთ ჭვრეტა საღვთო წერილის სიღრმისა. ბათოს რომ წამიერად მაინც აღვიხილოთ საღვთო სიტყვათა ტაძრისაკენ. ივანე ოქროპირი 21 ჰომილია წმინდა ივანე მახარებლის შესახებ 13:4. იწოდება საპირისპიროდ სიღრმედ იწოდება საპირისპიროდ ზედაპირული შინაარსისა. წმინდა იუსტინე მარტვილი ასე მიმართავს იუდეველებს. მაცხოვრის შესახებ უწყება დაუნჯებულია თქვენს ნაწერებში. იგულისხმება ძველი აღთქმა. თუმცა ისინი უფრო ჩვენია, ესე იგი ქრისტიანებისაა, ვიდრე თქვენი, რადგან ჩვენ ვერ წმუნებით ამ ნაწერებს. თქვენ კი ამოიკითხავთ, მაგრამ ვერ აღიქვავთ მათ აზრს. ნოეიტე ტონ ენ ავტიოს ნუნ. იუსტინე მარტვილეს სიტყვისგება ტრიფონისადმი. საპირისპიროდ ბიბლიის გონებისა აზრისა, ანუ სულისა პნევმა, თუ სამშვინველისა ფსიხე, მის ზედაპირულ გააზრებას ხორცი სარკს, ანუ სხეული სომა ეწოდება. წმინდა მაქსიმე აღსარებელი განმარტავს, ისევე როგორც ეკლესია სულიერ კაცად თქვა ზიამზიდველმა მჭვრეტელობამ, კაცი კი მისტიკურ ეკლესიად, ასევე კაცად უწოდა მან
ყოვლადწმიდა წერილის მთლიანობას, კერძოდ ძველ აღთქმას სხეულად, ახალს კი სამშვინველად, სულად და გონებად. ამასთან მთელი წმინდა წერილის როგორც ძველის, ასევე ახლის თხრობითი შინაარსი, სიტყვა ისტორიული დაწერილობა, ტო კათ ჰისტორიან გრამა, ესე იგი ზედაპირული მნიშვნელობა ავტორისაგან დედიშა ჭელიძესგან, სხეულად სომა წარმოაჩინა მან, ხოლო ნაწერების გონება და აზრი სამშვინველად, ფსიხე დაგვისახა, ისევე როგორც მოკვდავია ჩვენებრი ადამიანის ხილვადი ნაწილი, უხილავი კი უკვდავი. ასევე წმინდა წერილის ხილული დაწერილობა, ესე იგი ზედაპირული შინაარსი, დედიშა ჭელიძე, წარმოვალია, ხოლო ნაწერში დაფარული სული, რომელიც მარადიულად არსებობა ჭვრეტელობის ჭეშმარიტ სიტყვად წარმოჩნდება, როგორც ჩვენებრი კაცი ფილოსოფიის გზით ძლევს ვნებად სწრაფასა და წადილს, რაც რყმის ხორცს, ასევე სულიერად აღქმადი წმინდა წერილი თვითვე მოიკვეთს დაწერილობას. ღრამა, ესე იგი ზედაპირულ შინაარსს. იტყვის საფრთხო მოციქული, რაოდენ გარეგანი კაცი წარწყდება, ეგოდენ შინაგანი განახლდება დღითი დღე. 11 კორინთელთა 4:16. ეს სიტყვები უნდა აღვიქვათ როგორც წმინდა წერილზე თქმული, რომელიც სახეობრივად კაცად გაიაზრება, რამდენადაც უკუ მიიქცევა მისი დაწერილობა, იმდენად განივრცობა სული, რამდენადაც საწუთრო მსახურების ჩრდილები უჩინარდება, იმდენად მოგვეახლება ყოვლად ცხადი, ყოვლად ბრწყინვალე და დაუჩრდილავი ჭეშმარიტება სარწმუნოებისა. უმთავრესად სწორედ ამგვარად, სულიერად და ამის გამო სულიერებისათვის არის და დაწერილია და წერილად სახელედება მას, რომელიც სულიერი მადლით აღიბეჭდება გონებაზე, ისევე როგორც ჩვენებრი კაცი უმთავრესად და უმეტესად სწორედ გონისმიერი და მოაზროვნე სულის გამო იწოდება კაცად, რის გამოც და რა მიზეზითაც არის იგი ხატი და მსგავსება ღვთისა, მისი შემოქმედისა. მაქსიმე აღსარებელი მისტაგოგია 91:684. წმინდა იოანე ოქროპირი სოლომონის იგავთა 22:20 მუხლის საფუძველზე სამაგ შინაარსს ჭვრეტს საღვთო წერილში. მისი თქმით, ისევე როგორც კაცი შედგება სხეულისგან, სამშვინველისაგან და სულისაგან, ასევე წმინდა წერილით შედგება სიტყვის სხეულისაგან, რითაც ირგებს უმარტივესი ადამიანი, უმარტივესი და რასაც ეწოდება ზედაპირული განმარტება, ზედაპირული განმარტების შენიშვნა. ბერძნულად პროხეიროს ეკდოხე. სიტყვა ეკდოხე ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში სწორედ განმარტებას ნიშნავს, ხოლო პრონეიროს ზედაპირულს, სიტყვით, ანუ ლიტერატურულს. საპირისპიროდ სულიერისა ეს შესიტყვება გვხვდება ორიგენესთან სწორედ იგავთა ზემო აღნიშნულ მუხთან დაკავშირებით. ორიგენეს მსჯელობა თანხვდება წმინდა იოანე ოქროპირის ზემო მოტანილ ტექსტს, აი შესაბამისი ადგილი. სამაგად უნდა აღიწეროს წმინდა წერილის მნიშვნელობები. უმარტივესი ირგებს წერილის, ასე ვთქვათ, სხეულისაგან, ასე უწოდებთ ჩვენ ზედაპირულ განმარტებას, ის კი, ვინც რამდენადმე ამაღლებულია, ირგებს მისი, ასე ვთქვათ, სამშვინველისაგან, ხოლო ვინც სრულქმნილია და ემსგავსება მოციქულის მიერ თქმულს, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყვის სრულთა მათ მიმართ სიბრძნესა, არა ამის სოფლისასა, არამედ ვიტყვი ღვთისა სიბრძნესა საიდუმლოსა, მას დაფარულსა. ირგებს სულიერი რჯულისაგან. ორიგენე დასაბამთა შესახებ 11:368. ზედაპირული განმარტება. აგრეთვე შედგება სამშვინველისაგან, ანუ ზიამზიდველი მნიშვნელობისაგან. ეხლა 95 შენიშვნა. ზიამზიდველი მნიშვნელობა, ბერძნულად ანაგოგე, ეს სიტყვა ქრისტიანულ ლიტერატურაში ნიშნავს საღვთო წერილის ღრმა მნიშვნელობას, რაც ამაღლებს ადამიანის სულს. ტერმინი ანაგოგე იოანე ოქროპირის სხვაგან ზოგადად სულიერი წვდომის გზად ესახება. 46 ფსალმუნის განმარტებისას იგი შენიშნავს მართებული იქნებოდა, თუ კი ვინმე ამ ფსალმუნს ანაგოგიკურად აღიქვამდა და ისტორიაზე, ესე იგი ზედაპირულ მნიშვნელობაზე ამაღლდებოდა, თუმცა მეფსალმუნეს სათავედ და დასაბამად გრძნობაღობა აქვს, მაგრამ სმენელს გონისეულისაკენ აღუპრობს ხელს.
საგულისხმოა წმინდა იოანეს სწავლება იმის შესახებ, რომ ბიბლია თვით გვაწვდის მისეული ალეგორიების გასაღებს. წერილში ყველგან არის ასეთი კანონი, თუკი იგი სახისმეტყველებს თვითვე გვაუწყებს სახისმეტყველების განმარტებას, რათა სახისმეტყველების მოსურნეთა განუსჯელი გულისთქმა ფუჭად და თვითნებურად არ მიმოეხეტებოდეს და ყოველმხრივ არ წარიტაცებოდეს. რასაც აღიქვამს ის, ვინც რამდენადმე ამაღლებულია და სულისაგან ან უზენაესი და პნევმური მჭვრეტელობისაგან, რასაც წვდებიან და გამოთქვამენ სრულქმნილნი. იოანე ოქროპირი, სოლომონის იგავთა განმარტება. ამავე აზრს ეთანხმება ანდრია კესარიელიც, რომელიც გვაუწყებს მთელი ღვთისმსახურებელი წერილი მსგავსად სამნაწილედი ადამიანისა სამნაწილედად გვენიჭება საღვთო მადლის მიერ. მისი დამწერლობა წარმოადგენს ასე ვთქვათ სხეულს, ანუ გრძნობად უწყებას. სახისმეტყველება, ტროპოლოგია წერილის არის მისი სამშვინელი, რაც გრძნობადისაგან გონისეულისაკენ მიუძღვის მკითხველს, ხოლო სულად ითქმის სამომავლო და უზენაეს საქმეთა შესახებ მაუწყებელი მისი ზიამზიდველი მნიშვნელობა, ანაგოგე და მჭვრეტელობა. ანდრია კესარიელი, აპოკალიფსის განმარტება. საგულისხმოა, რომ ანდრია კესარიელი წმინდა იოანე ოქროპირისაგან განსხვავებით საღვთო წერილის ანაგოგიკურ, ანუ ზიამზიდველ მნიშვნელობას მეორე საფეხურის ნაცვლად მესამე საფეხურად დაგვისახავს. აქ საქმე გვაქვს ოდენ ტერმინულ და არა შინაარსეულ სხვაობასთან. რადგანაც ბიბლიის ზედაპირულ სახეს უღრმესი მნიშვნელობა მსჭვალავს, ამდენად ტექსტის აგებულებაა, რაც თითქოს შემთხვევითი და არაარსებითი ჩანს, სინამდვილეში მკაცრად ეთანხმება სიღრმისეულ აზრს და საღვთო კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ამიტომ ის, რაც ბიბლიაში ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ ზედმეტად აბსურდულად ან და ურთიერთშეუთანხმებლად ჩანს, არის გამოვლინება გრძნობადი აღქმისათვის, მიუწვდომელი შინაარსისა და არა შემთხვევითობის ნაყოფი. იოანე ოქროპირი გვაუწყებს, საღვთო წერილში არაფერი იპოვება უბრალოდ და შემთხვევით. იოანე ოქროპირი 21 ჰომილია შესაქმის შესახებ 7:277. ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ბიბლია როგორც თვით წიგნი ყოვლად სრულია და ყოვლად შეწყობილი, ამიტომ ქრისტიანული რწმენით არ შეიძლება რაიმე შევძინოთ ან დავაკლოთ მას. რადგანაც ამგვარი ქმედება ერთი მხრივ უმეცრებით გამოწვეული თვითნებობაა, მეორე მხრივ კი ადამიანური აზროვნების შერევა საღვთო უწყებაში და ამ უკანასკნელის შერყვნა. ირინეოს ლიონელი განაჩინებს, უპირველესად დასაგმობია ჭეშმარიტების უარყოფა და არაარსის არსად შერაცხვა. შემდეგ კი მკაცრი სასჯელი უნდა დაედოს მას, ვინც რაიმეს შესძენს ან დააკლებს წერილს. ირინეოს ლიონელი, ხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა, წიგნი 5 პარაგრაფი 7 1203 ცურა არის ალუცი. ტექსტობრივ შემატებასა და კლებას უკავშირდება თვითნებური გააზრება, რაც ცხადია უარყოფილია საეკლესიო მამათა მიერ. წმინდა იპოლიტე რომაელი გვასწავლის, ერთია ღმერთი, რომელსაც არათუ სხვა რამ გზით შევიცნობთ ძმანო, არამედ წმინდა წერილთა მიერ. ყველანი, ვინც ღვთისმსახურებაში განსწავლას ვესწრაფვით, არათუ სხვა რამ გზით ვიწვრთნებით, არამედ ღვთის სიტყვათა მიერ. რასაც კი საღვთო წერილი ქადაგებს, განჭვრიტოთ, რასაც გვასწავლის შევიცნოთ. როგორც ნებავს მამას რომ ვირწმუნოთ, იგი ვირწმუნოთ, როგორც ნებავს რომ იდიდოს ძე ვადიდოთ, როგორც ნებავს რომ მოგმადლოს სულიწმიდა შევიწყდაროთ, არათუ საკუთარი არჩევანით პროაირესის, არც თანახმად საკუთარი გონებისა ნუს, არც ძალდატანებით ბიაძომენოი, განჭვრიტოთ ღვთივბოძებული სიბრძნე, არამედ რა სახითაც თვით ინებაც განცხადება წმინდა წერილის წიაღ. იპოლიტე რომაელი ვიღაც ნოეთის წვალების წინააღმდეგ. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი უარყოფს რა აზრის იმის შესახებ, თითქოს უშობელობა, ბრჭყალებში უშობელობა, აღმატებულობას ანიჭებდეს მამა ღმერთს ძესთან შედარებით. აღნიშნავს, ძე, როგორც ღმერთი, თავის თავში შეიცავს მამას, რადგანაც ამბობს, მე მამაში ვარ და მამა არის ჩემში. იოანე 14:28. აგრეთვე მე და მამა ერთი ვართ. იოანე 10:30. ვინც ისმინა ჩემი ისმინა მამისა
იოანე 14:9. ამიტომ ნუ დათესავ სარეველას წმინდა წერილის მინდორში. წმინდა ისიდორე პელუზიელი რჯუნდებლობს, ვინც წმინდა წერილის აზრის განმარტებას ესწრაფვის, მართებს მას, რომ მისი მეტყველება იყოს წმინდა და ცხადი, გონება კი ღვთის მოსავი და უმანკო. კვალში შეუდგეს წერილს, არათუ წინ უსწროს, არც თუ საკუთარ ნებას შეუთანხმოს იძულებით. ეკბია ძესთაი. ეს ფრჩხილებში არის რაღაცა ბერძნული და ლათინური და სხვადასხვა ენის სიტყვები. წერილის აზრი, არც თუ საკუთარ ნებას შეუთანხმოს იძულებით წერილის აზრი. ისიდორე პელუზიელი ეპისტოლეთა წიგნები საღვთო წერილის განმარტებისათვის. სწორედ ამით განსხვავდება არაეკლესიური განმარტება ეკლესიურისაგან. წმინდა ირინეუსი არასაეკლესიო კომენტატორთა შესახებ აღნიშნავს. ისინი წერილის წესსა და სიმწყობრეს გარდახდებიან, შეძლებისამებრ არღვევენ ჭეშმარიტების ნაწილებს. მათეული ბოროტად თხზული სიბრძნით ცვლიან და ასხვაფერებენ თანაშეწყობილ საუფლო სიტყვებს. სხვისაგან სხვას ქმნიან და შეცდომაში შეჰყავთ მრავალი. ირინეუს ლიონელი მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა, პარაგრაფი 7:521. ასეთი ისინი არის. ეხლა წავიკითხოთ სიმწყობრეს შენიშვნა. წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით ჭეშმარიტი განმარტების მიზანი სწორედ ისაა, რომ საღვთო წერილის სრული სიმწყობრე და შეწყობილება წარმოაჩინოს, რაც ლიტონი თვალისათვის უჩინარია. ამიტომ მიმართავს იგი მის ძმას პეტრეს, რომელმაც ბიბლიური 6 დღის განმარტებას თხოვა. გვიბრძანე ჩვენ, რომ დიდი მოსეს მიერ საღვთო მობერვით სამყაროს შექმნის შესახებ ნასიბრძნი, რაც სიტყვათა ზედაპირული მნიშვნელობის მიხედვით კატატენ პროიხერონ მსემასიან წინააღმდეგობრივი ჩანს, თანმიმდევრული განხილვის გზით შეთანხმებაში მოგვეყვანა და თავის თავში შეწყობილად წარმოგვეჩინა წმინდა წერილი გრიგოლ ნოსელი 6 დღის შესახებ. კლიმენტე ალექსანდრიელი ამბობს, თუმცა წვალებათა მიმდევარნიც იკადრებენ წინასწარმეტყველური წერილით სარგებლობას, მაგრამ ისინი არც მთლიანად და არც სრულად იღებენ მას, არც თუ იმგვარად, როგორც ამას წინასწარმეტყველების სხეული და შეთხზულება მოითხოვს, არამედ ბუნდოვან ფრაზებს გამოარჩევენ და საკუთარ თვალსაზრისებს უთანხმებენ მათ, არათუ ამ ფრაზების შინაარსს ესწრაფვიან, არამედ მხოლოდ ლიტონის სიტყვით სარგებლობენ. კლიმენტე ალექსანდრიელი ხალიჩები, წიგნი 7, პარაგრაფი 9:523. იგივე ავტორი გვაუწყებს, რადგანაც მათ არ უწყობდნენ საეკლესიო ცოდნის საიდუმლონი, ტატეს γνώσεως ეკლესიასტიკის მისტერია, არც ის ძალუდდათ, რომ დაეტიათ სიდიადე ჭეშმარიტებისა, ამიტომ თავი არიდეს საქმეთა სიღრმეში წვდომას და ზედაპირულად ამომკითხველებმა უგულებელყვეს წერილი. იქვე 526. ამგვარი ზედაპირულობა და სიღრმისეული აზრის უმეცრება, როგორც აღვნიშნეთ, საფუძველი გახდა ახალი აღთქმის ჭეშმარიტების უარყოფისა. ის პირები, რომლებიც ბიბლიის მთლიანობას არღვევენ, სწორედ არაეკლესიურ განმარტებას ეფუძნებიან. წმინდა ათანასე აღნიშნავს, ვინც განყოფს ძველსა და ახალ წერილს, მას აღარ ძალუძს ეკლესიაში აკურთხოს ღმერთი, რადგანაც ღმრთეების განყოფას ბედავს. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ფსალმუნთა ჰიპოთეზისი და თავებია მითეული. ძველსა და ახალ წერილს, როგორც აღვნიშნეთ, სხვაგვარად ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ეწოდება. საკუთრივ აღთქმა, ანუ ძველი ქართულით აღთქმაი, ებრაულად ბერით, ბერძნულად დიათეკე, ლათინურად ტესტამენტუმ, ბიბლიურ ქრისტიანულ ტრადიციაში ამთლიანებს ორ მნიშვნელობას. პირველი განაწესი, განჩინება, მცნება. მეორე ანდერძი, აღთქმული შეპირება. აღთქმად, როგორც მთლიანობა, ზემო აღნიშნული ორი შინაარსისა ნიშნავს მცნებათა განჩინებათა სახით უწყებულ ღვთის ნებას, მის მარადიულ ანდერძს ადამიანთა წინაშე. საგულისხმოა სულხან საბას განმარტება. აღთქმა, ესე არს საზღურის დადება, რათა არღარა გადახდეს.
ასევე დუ ჩუბინაშვილი გვაუწყებს აღთქმა შევსთქვამ ავკვეთ სამზღვარს დავდებ რომ არ გარდახვდე. წმინდა იონე ოქროპირი ბერძნულ დიათეკეს ასე განმარტავს: შეთანხმება სინთეკე, აღთქმა ეპანგელია, დაპირება ჰიპოსხესის. იონე ოქროპირი 22 ჰომილია შესაქმის შესახებ პარაგრაფი 254. ბიბლიაში საღვთო აღთქმა პირველად ნოეს გაეცხადება და დავამტკიცო აღთქმაი ჩემი შენთანა. შესაქმე 6:18. აჰა მე აღვადგენ აღთქმასა ჩემსა თქვენ და იგულისხმება ნოე და მისი შვილები და თესლისა თქვენისა შემდგომად თქვენსა. შესაქმე 9:9. და დავამტკიცო აღთქმაი ჩემი თქვენ და მიმართ და არღარა მოჰკვდეთ ყოველი ხორცი წყლისა მიერ რღვნისა. შესაქმე 9:12. ესე სასწაული აღთქმისა ჩემისაი რამ თუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა გამოტოვებებია ზოგან და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიხსენო აღთქმაი საუკუნო. შესაქმე 9:12-16. მიუხედავად იმისა რომ აღთქმა პირველად ნოეს ეძლევა, მისი სულიერი აზრი მკითხველისათვის ჯერ კიდევ არ არის ცხადჩენილი. საღვთო აღთქმის ჭეშმარიტი მნიშვნელობა პირველად აბრაამთან ვლინდება. მას დღესაშინა აღუთქვა უფალმან აბრაამს აღთქმაი მეტყველმან თესლსა შენსა მივცე ქვეყანა ესე. შესაქმე 15:18. ამ სიტყვების შესახებ წმინდა იონე ოქროპირი შენიშნავს: ვის აღუთქვა ღმერთმა, ამბობს წერილი, რომ აბრაამისადმი ითქვა აღთქმანი და მისი თესლისადმი. არ არის თქმული მისი თესლებისადმი, როგორც მრავალთადმი, არამედ ითქვა როგორც ერთისადმი, თესლსა შენსა, რომელიც არის ქრისტე. ვამბობ, რომ ღვთის მიერ წინასწარ დამტკიცდა აღთქმა ქრისტეს მიმართ. აჰა თვით ღმერთმა აღუთქვა აბრაამს და აუწყა, რომ მისი თესლისაგან განივრცობოდა კურთხევა სხვა ხალხებზე. ეუწყა აბრაამს, რომ მისი თესლისაგან იკურთხებოდნენ ხალხები, ხოლო თესლი მისი ხორციელად არის ქრისტე. იონე ოქროპირი განმარტება გალატელთა მიმართ ეპისტოლისა თავი 3:18 გვერდი 123. ნოეს მსგავსად აბრაამსაც ეძლევა აღთქმის სასწაული და ესე არის აღთქმაი წინა დაიცვითოს თქვენმან ყოველმან წულმან და იყოს სასწაულო აღთქმისა ჩემდა და თქვენდა. შესაქმე 17:10-11. უწყებულია იმის შესახებ, რომ იგივე აღთქმა მიეცემა ისააკს და იაკობს, ხოლო აღთქმაი ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელიც გიშვეს შენ სარა. შესაქმე 17:21. და მოიხსენა ღმერთმან აღთქმა იგი თვისი აბრაამის მიმართ ისააკ და იაკობისა. გამოსვლა 2:24. ისააკისა და იაკობისადმი აღთქმის მიცემა იმავე აბრაამისეულ აღთქმას გულისხმობს, რადგანაც ბიბლიის ის ნაწილი, რომელიც ისააკისა და იაკობის შესახებ მოგვითხრობს, საერთოდ არ ახსენებს საღვთო აღთქმას. აღთქმის მოვლენა მესამე გზის აღსრულება მოსეს წინასწარმეტყველთან, რომელიც სისხლით ასაჩინოებს მას და წაავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაელის სათანი და მოიხვნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხვერპლნეს მსხვერპლად მაცხოვარებისა ღმერთსა ხბონი და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მისდა შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აბკურა საკურთხეველსა და მოიღო წიგნი აღთქმისაი და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა და თქვეს ყოველი რაოდენი თქვა უფალმან ვყოთ და ვისმინოთ, ხოლო მოიღო მოსე სისხლი აბკურაერსა და თქვა აჰა სისხლი აღთქმისაი, რომელი აღთქმაო ღმერთმან თქვენ და მომართ ყოველთა ამათ სიტყვათათვის. გამოსვლა 24:5-8. მოტანილ სიტყვებთან დაკავშირებით იონე ოქროპირი ამბობს: მითხარ მე რის გამო აბკურა მოსემ აღთქმის წიგნსა და ერს, უთუოდ იმიტომ რომ ეს სისხლი სახე ტიპოს იყო პატიოსანი სისხლისა, ეს არის სისხლი იტყვის მაცხოვარი ახალი აღთქმისა, თქვენთვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა. მაგრამ სად განწმინდა წიგნმა გონება მათი? ეს იყო ახალი აღთქმის წიგნები, ხოლო სისხლი არათუ მოსემ, არამედ ქრისტემ გვაბკურა ჩვენ, რადგანაც თქმულია, ეს არის სისხლი ახალი აღთქმისა მისატევებელად ცოდვათა.
იოანე ოქროპირი მე-16 სიტყვა ებრაელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ 20 გვერდი 279-280. ძველი აღთქმის მომდევნო ნაწილში ხშირად ხდება საღვთო ანდერძის ნების ცხადჩენა. 92 ფსალმში თავად უფალი ამბობს: "ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს მონასაჩემსა. უკუნისადე გამზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე საყდარი შენი." ფსალმუნი 88:4. წმიდა ათანასე ალექსანდრიელი შენიშნავს: აბრაამისა და იაკობის შესახებ იტყვის აქ უფალი, რადგანაც მისცა მას აღთქმანი ეპანგელიას ქრისტეს შესახებ. წმიდა ათანასე მოუხმობს ნათან წინასწარმეტყველის სპირით დავით მეფისადმი უფლის მიერ თქმულ სიტყვებს: აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა და განუმზადო მეფობა მისი. მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. პირველი ნეშტთა 17:11-13. მოტანილი სიტყვები ცხადყოფს, რომ საღვთო აღთქმა არის წინასწარ უწყება იესო ქრისტეს მოვლენების შესახებ. იმავე ფსალმუნის 27 მოხში ვკითხულობთ: მან მხადოს მე, მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი. ათანასე ალექსანდრიელი აღნიშნავს: განკაცებული ღმერთი აქაც განგებულების მიხედვით ოიკონომიკოს ღმერთად უწოდებს თავის მამას და ამბობს: მივალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქვენისა. იოანე 10:10-20 წერია მე მგონი 17. სევერიანე გაბალოვნელი ზემოთ ციტირებულ 27 მუხლს აკავშირებს იმავე ფსალმუნის 21 და 22 მუხლებთან. პოვე დავით მონაი ჩემი და საცხებელი წმინდად ჩემი ვსხე მას და მე პირმშოდ დავადგინო იგი და გვაუწყებს. ღმერთი აღუთქვამს დავითს და აუწყებს, რომ მისი თესლისაგან აღადგენს ქრისტეს. სევერიანი გაბალოვნელი სამყაროს შექმნის შესახებ. პარაგრაფი 56-468. შედარება სევერიანეს შრომის სევერიანეს შრომის ძველი ქართული თარგმანი აღუთქვამს მას ღმერთი ნათესავისა მისისაგან ქრისტე აღადგინოს. ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ძველი აღთქმა ეს არის ერთი მხრივ ებრაელი ერის მამამთავრებისადმი ცხადჩენილი საღვთო მცნება, განჩინება, საღვთო ნება, ანდერძი, რაც გულისხმობს ერთი მხრივ ებრაელთა მიერ იმ წესების, იმ აღთქმების, ანუ იმ რჯულის ზედმიწევნით დაცვას, რაც მათ ღმერთმა დაუდგინა. ამიტომ ეწოდება ძველ აღთქმას სხვაგვარად ძველი რჯული. მეორე მხრივ კი ღვთის წინასწარ აღთქმა რჩეული ერისადმი, რომ სწორედ მისი მამამთავრების თესლიდან მოავლენს იგი კაცობრიობის მხსნელს, მაცხოვარს. ბერძნულად სოტერ, ლათინურად სალვატორ, ებრაულად იეშუა, ანუ ბერძნული ტრანსკრიფციით იესუს. მოავლენს თავის ძეს, ცხებულს, ანუ მესიას, ქრისტეს, ქართულად ცხებული, ბერძნულად ქრისტოს, ებრაულად მაშიახ, ანუ ბერძნული ტრანსკრიფციით მესია, რომელიც მისივე სისხლით გამოისყიდის ადამიანთა ცოდვებს, გამოიხსნის მათ ეშმაკის ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან. ეს თავი დამთავრდა. მოკლედ ეს არის წიგნიდან საღვთისმეტყველო მოზაიკა. მერე დეტალებს და სადრა როგორ გამოიცა და ყველაფერი ამ წიგნებს მერე და მერე გეტყვით. აი შეხედეთ უბრალოდ ხახნო რა რთული ტექსტებია. აი ამის გაგება თვითონ ანუ დიდი ხნის მორწმუნეისათვისაც რთულია, რომელიც თქვა საეკლესიო ლიტერატურას ეცნობა. მაგრამ წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით ყველაფერი აქ ახსნილია და ბიბლიის შემადგენლობა და ქრისტიანობა რას ნიშნავს, ყველაფერი აქ ახსნილია და მოკლედ აი ეს პირველი თავია. დანარჩენ თავებს ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ ჩქარა ხო არ წავიკითხავ. ისედაც ზოგისთვის ეს ნორმალური ტემპი ვკითხულობ და ისედაც ზოგისთვის ჩქარია ეს ტემპი მაინც და ამაზე მეტად ვერ შევანელებ. ხო და ამიტომ ეს პირველი თავია, შემდგომ დანარჩენ რაც ჩამოვთვალე, შემდგომ თავებს ცალ-ცალკე ვიდეოებად გადავიღებ, იმიტომ რომ ჩამოწერილი მაქვს გვერდები და რო შევხედე 10-12 გვერდია, მოკლედ 50 წუთი ან 1 საათი, 50-60 წუთი დაჭირდება თითო ვიდეოს რა, ეს დიდი თავები რაც არის. სადმე პატარა თავები მე როცა იქნება, იმებს გავაერთიანებ. მოკლედ ხომ იხდით რა. ეს იყო პირველი თავი. დანარჩენ თავებს შემდგომ ვიდეოებში წავიკითხავ. უბრალოდ ეხლა ბოლოში მინდა გაჩვენოთ ტექსტები, რომ შესაძლებელია თქვა და ვკითხულობდე, აი იყო პატიონასანი სისხლისა,
ეს არის სისხლი, აი თქვა აი თავები შეიძლება გადაამოწმოთ და შუაში იყოს ანუ ამოგლეჯილი, ანუ რის თქმა უნდა აქ მე რომ ვკითხულობ 3 წერტილია და მე გრძელდება თქვა სახარებისეული სიტყვები, ეს არის სისხლი იტყვის მაცხვარი ახალი აღთქმისა თქვენთვის დათხეული მისატევებელად ცოდვათ. ანუ ეს თავები რომ სიტყვაზე შეადაროთ, ანუ კითხვის დროს თუ რაიმე გამორჩენილია, ანუ მე აქ 3 წერტილს მიჩვენებს, ხო ხვდებით? ტექსტი გამოტოვებულია და მე გრძელდება, რა, ანუ აქ აზრი რაც იყო საჭირო რა. ანუ ხო მიხვდით რასაც ვამბობ რა მოკლედ აი. აჰა, და ბოლოს დავამატებ, რომ იმიტომ დავიწყე ამ ყველაფრის წაკითხვა. ზოგადად ახლა ეს სოციალური ქსელების ესე ვთქვათ, ანუ ეს თემატიკა ზოგადად სოციალური ქსელებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ადამიანებს ახლა უკვე სოციალური ქსელებით გვაქვს ინტერნეტში კავშირი და ვთქვათ რაღაცას როდესაც ვეუბნები ადამიანს, ახლა ეს ერთი თავი, ნახეთ 40 წუთზე მეტი რაც ვიკითხე, 40 წუთი რაც წავიკითხე. მე რო აი ამ რაც აქ წავიკითხე, ამისი თქმა რომ მინდა მე ადამიანზე, ანუ პირადად, ან როცა ვესაუბრები, აი რაღაც აინტერესებს, ხო? ამის თქმა რომ მინდა, ამ ტექსტს მე ზეპირად ხო ვერ დავიმახსოვრებ, ანუ ძალიან მარტივად გიხსნით. მე ამ ტექსტს ზეპირად ვერ გავიმახსოვრებ, შეიძლება გარკვეული ვთქვათ, წმინდა მამათა განმარტებები, გარკვეული ცალკეული განმარტებები მე მახსოვდეს, მაგრამ თლიან ამ ტექსტს მე ზეპირად ხო ვერ დავიმახსოვრებ და ამხელა წიგნებია ხა. ესეთია რამდენი კიდე, ხო? ამიტომ მე ამას ვეთქვი, რომ შეგიძლია YouTube-ზე შეხვიდეთ, ჩემთან ნახო. ან ლინკს ჩაუგდებ, გადაუზიარებ, ან ვინმეს თუ დაინტერესებს, ლინკს გაუგზავნით თქვენც რა. ეს ხო და ეს თავი იყო ბატონი ედიშერ ჭელიძის თავი. YouTube-ზე ჩაწერეთ ედიშერ ჭელიძე და მისი ლექციები შეგიძლიათ მოისმინოთ საღვთო ბუნების და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ძალიან საინტერესო და ანუ დოგმატური ღვთისმეტყველების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ედიშერ ჭელიძე, ვინც არიცით, ეს კაცი არის ლეგენდა. ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც ალბათ მომავალში მართლაც უძეგლს დაუდგავენ, იმიტომ რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის და მოკლედ მის დათარგმნებზე და მის ნააზრებზე დგას მთელი საეკლესიო ლიტერატურა თითქმის. და ედიშერ ჭელიძის ცალკე ჯგუფიც არის, რაღაც დახურული ჯგუფიც გაკეთებული იქ Facebook-ზე, როგორც ვიცი. და ძალიან სერიოზული ლიტერატურა აქვს გამოცემული და სემინარი აკადემიაში, თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიაში, სიონის წინ რომ არის, იქ ასწავლის და მოკლედ მისი ლექციები შეგიძლიათ მოისმინოთ რამდენიმე დევს, რა, 15-20 ცალი მაინც იქნება. YouTube-ზე გირჩევთ, აუცილებლად მოусმინოთ. 2 წლის წინ ასევე წაიკითხა სამების ეკლესიაში სალექციო ის რო აქვს, ხარების ტაძრის თავზე არის იქ საკონფერენციო სივრცესავით გაკეთებული რო აქვს, იქ წაიკითხა ლექცია. ერთ-ერთი წმინდა მამის განმარტების მიხედვით, ანუ ადამიანი, აი ხშირად სვავენ ადამიანები კითხვას, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდგომ სად მიდის, რა ემართება, როგორ მიდის ჯოჯოხეთში, რანაირად და ასე შემდგომ და ეს ვიდეო TikTok-ზე იდო, TikTok-ზე ჩაწერეთ ედიშერ ჭელიძე, იქაც რაღაც ვიდეოები დევს და შეიძლება YouTube-ზე შეიძლება იდოს. ერთ-ერთი წმინდა მამის განმარტების მიხედვით დიდი 1 საათიანი რაღაც ლექცია ჩაატარა. რა ტიპის, ესე ვთქვათ, რა ტიპის საზვერეებს გადის ადამიანის სული იმ ქვეყნად, როდესაც გარდაიცვლება და რა მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ, იქ მიცვალებულისთვის სული პარაკლისის გადახდას, წესის აგებას, შეკვეთილ წირვას, ასევე მიცვალებულ სახელზე სიკეთის გაკეთებას და ეს ყველაფერი რა დროს შველის, ვთქვათ, სულს და რა დროს ვერ შველის, რომ ვთქვათ, სამოთხეში მოხვდეს. და მოკლედ მაგ დეტალებს მოძებნეთ ინტერნეტში და იპოვით რა. ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ, სულ არაფერი ინტერნეტში ყველაფერია და მოძებნით რა. დანარჩენ ვიდეოებს მაინტერესებს თქვენი აზრი დაწერეთ, მესმის რომ რთული ტექსტია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. დაწერეთ ეს მიმართულება მოგწონთ თუ არა, გაინტერესებთ თუ არ გაინტერესებთ და თქვენი აზრი დაწერეთ ამ ყველაფერთან მიმართებაში. ვინ თქვა სხვა რელიგიის წარმომადგენელი ან სხვანაირად ფიქრობს, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ თვითონ აი აქ მართლმადიდებლურ ამ ასე ვთქვათ სწავლებასთან დაკავშირებით თქვენ როგორ გაინტერესებთ, ვინ რა დონეზე ხართ და რა თემებით ხართ დაინტერესებული, იმ თემებსაც მომავალში შემოვიტან. საეკლესიო კრებები, რა ქვია, ისინი საიდუმლოები, 7 საიდუმლო, იქ ასევე 7-9 ნეტარება,
დოგმატების განმარტებები და ასე შემდგომ. ანუ მე მეტი სტიმული მომეცემა რომ ჯერ ქრისტიანობის საფუძვლებით დავიწყოთ და მე უკვე ასევე საეკლესიო კრებების დადგენილებები რამდენიმე წიგნი მაქვს შეძენილი და ანუ მე ეს მაინც უნდა წავიკითხო და ვიმუშაო და ბარე მოდი ერთად ვიმუშაოთ რა, ამიტომ რაღაცები წაკითხული მაქვს, რაღაცები წასაკითხი მაქვს. ამიტომ მოდით ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე და დაწერეთ თქვენი აზრი, რა თემატიკა გაინტერესებთ კიდევ, რომელსაც მომავალში გავითვალისწინებ. ეხლა მე პირდაპირ აპოკალიფსზე ჯერ ვერ გადავხვდები. ანუ დავიწყოთ ქრისტიანობის არსით, ბიბლიის გარშემო ასე ვთქვათ, როგორ დაიწერა, რანაირად ტექსტო ბიბლიოლოგია და ასე შემდგომ ყველაფერს გავეცნობით და დაწერეთ თქვენი აზრი, მაინტერესებს რომ თქვენთვის საინტერესო იყო რა და საინტერესო იყოს რა. აბა დროებით.